დავისაუბრო ეროვნული ბანკის და ლარის კურსის თემაზე, ვინაიდან დღემდე კვლავ აქტუალური საკითხია. ჩვენი ორგანიზაციის შეფასებით ეროვნული ბანკი თავის განცხადებებით და თავის ქმედებებითაც ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა სრულად ჩამოიცილოს და ხელები დაიბანოს, ასე ვთქვათ, მიმდინარე პროცესებიდან, თუმცა ეს ასე არ არის, ვინაიდან მის მიერ განხორციელებული პოლიტიკა თუნდაც ბანკებისთვის ფულის მიწოდება სხვადასხვა გზებით იქნება ეს რეფინანსირების წესრიგები თუ სადეპოზიტო სერტიფიკატები აბსოლუტურად არ შეესაბამება ლარის კურსის იმ მდგომარეობას, რამ მდგომარეობას დღეს გვაქვს და ხშირად ეროვნული ბანკის პოლიტიკის გასამართლებლად ვხედავ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციების არგუმენტებს, რაც რა თქმა უნდა რეალობა შეესაბამება, თუმცა ამ შეფასებების გარდა, ამ დადებითი შეფასებების გარდა არის ბევრი სხვა რეკომენდაცია, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ დღემდე არ არის შესრულებული და დღეს არსებულ ეკონომიკურ რეალობაზე კიდევ უფრო ცუდად აისახება და ასე ვთქვათ, ძალიან მძიმე ზეწოლას ახდენს ეკონომიკურ პროცესებზე ნეგატიური კუთხით. მაგალითად, და რა შედეგები შეიძლება მივიღოთ იმ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობით, რომელსაც ეროვნული ბანკი არ ითვალისწინებს, გულისხმობ ამ შემთხვევაში სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს, მაგალითად ეროვნული წარმოების დამუხრუჭება, ადამიანების პირადი შემოსავლების გაუფასურება, რასაც რეალურად ვხედავთ კურსის დევალვაციის გამო, ასევე დეფიციტის და რაც გამოწვეულია სამომხმარებლო კრედიტების დიდი რაოდენობით გაზრდით მოგეხსენება ძირითადად იმპორტირებული პროდუქციის შეძენა ხდება, ანუ პრაქტიკულად ხდება ამ ფულის გადინება ქვეყნიდან. რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, თუ რომელს არ ასრულებს ეროვნული ბანკი, რამდენიმე შედარებით გადატვირთულია ეკონომიკური ტერმინოლოგიით და შევეცდები ავხსნა. ერთ-ერთი მოთხოვნა არის კონტრაციკლური საკაპიტალო ბუფერების რეჟიმის ამოქმედება, ანუ ეს გულისხმობს, რომ ბანკებისთვის ამოქმედეს რისკის შეფასების ახალი მექანიზმი, რაც ეროვნული წარმოების დაკრედიტებას უფრო შეუწყობს ხელს, ანუ ბანკებს გაიხსნებათ ხელფეხი, მარტივად რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანად დააკრედიტონ ქართული წარმოებები და შესაბამისად ხელი შეუწყონ წარმოების განვითარებას და არა სამომხმარებლო კრედიტების გაცემას, რომელიც კიდევ ერთხელ გავამეორებ, საბოლოო ჯამში გაედინება ქვეყნიდან. გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და მოთხოვნა სავალუტო ფონდის მხრიდან იყო და არის ის, რომ ეროვნულ ბანკმა უნდა შეზღუდოს იმ პირებზე სესხების დოლარში გაცემა, რომლებსაც აქვთ შემოსავალი ლარში. ანუ სავალუტო რისკის წინაშე დგანან ეს სესხებლები და ეროვნულ ბანკმა მთლიანად ეს სავალუტო რისკი გადაიტანა სწორედ სესხებელზე და ფინანსური ინსტიტუტი, ანუ ამ შემთხვევაში ბანკი, რომელიც უფრო გათვითცნობიერებულია და უფრო, ასე ვთქვათ, პროფესიონალურ მიდგომას ამჟღავნებს და შეუძლია თავი აარიდოს უფრო მეტად სავალუტო რისკს, ეს რისკი მთლიანად სესხებელზეა გადატანილი და ჩვენ ვხედავთ, რომ ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც კურსი დაეცა, ძალიან ბევრი მომხმარებელი დადგა ძალიან დიდი პრობლემის წინაშე, გაუძვირდა სესხების მომსახურება და ეს სწორედ არის პირდაპირ შედეგი იმ შეუსრულებელი რეკომენდაციის, რომელიც გულისხმობს ასეთი სესხების შეზღუდვას, ასეთი სესხების გაცემის შეზღუდვას. და აგრეთვე მართალია ის მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს, დადებითად იქნა შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, თუმცა აქვე სავალუტო ფონდი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის მონეტარული პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ფულის მიწოდებით ეკონომიკის წახალისებას, ეფექტიანია ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსი არის სტაბილური და ჩვენ ვხედავთ, რომ გაცვლითი კურსი, ანუ ლარის კურსი ძალიან ყევას განიცდის ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვნად დაეცა დოლართან მიმართებაში და ამ პირობებში მსგავსი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება ლარის კურსზე, გულისხმობ იგივე რეფინანსირების სესხებს, რაც საბოლოო ჯამში მიდის ასევე კონკრეტულ მომხმარებლამდე და ასევე კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც ეხებოდა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შექმნას, რომელიც ეროვნულ ბანკს ჯერ კიდევ არ შეუქმნია და ასევე ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელიც 2012 წელს შეწყდა, ანუ აღარ ხდება მის მერე ამ ანგარიშის გამოქვეყნება ეროვნული ბანკის მხრიდან, თუმცა სავალუტო ფონდი დღემდე ამ რეკომენდაციას ტოვებს ეროვნული ბანკის მიმართ.
და ასევე გვინდა გამოვხმაუროთ იმ ახალ კანონმდებლობას საბანკო ზედამხედველობის რეფორმასთან დაკავშირებით და იმ პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენებას. ვფიქრობთ, რომ ეს სრულიად გადაჭარბებული იყო განსაკუთრებით იმ არგუმენტების ფონზე, რა არგუმენტების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოიშველი, აქ საუბარია safeguards და FSAP-ის დოკუმენტებზე. პირველი მათგანი საერთოდ არ ეხება საბანკო ზედამხედველობას, ეს არის ეროვნული ბანკის უშუალოდ შიდა რეგულირების გარკვეულ სტანდარტებს და ნორმებს გულისხმობს, ხოლო FSAP-ის დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს პრუდენციული პოლიტიკა, საზედამხედველო პოლიტიკა უნდა დაეყრდნოს ევროპის სისტემური რისკების საბჭოს რეკომენდაციებს, მიუთითებს ამ დოკუმენტზე და თავის მხრივ ეს დოკუმენტი არ მიანიშნებს იმაზე, რომ აუცილებლად ეს უნდა იყოს ეროვნული ბანკის ქვეშ საბანკო ზედამხედველობა, მათთვის მთავარი პრინციპი არის, რომ საბანკო ზედამხედველობის სტრუქტურა იყოს ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე და ეს სწორედაც რომ ასე არის ახალი კანონი და აგრეთვე ეს პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს კარგი საფუძველი იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნეს კარგი საზედამხედველო დამოუკიდებელი ორგანო პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული, რომლის ფუნქციები იქნება უფრო ეფექტიანი და შესაბამისად ეკონომიკაში არსებულ რისკებს შეაფასებს უფრო ადეკვატურად და შესაბამისად ეს უფრო დადებითად აისახება საბანკო სექტორზე. ამდენად ამ პრინციპებისგან და სწორედ ამ პრინციპების გამოყენება ვეტოსთვის პირიქით ჩვენი ორგანიზაციის აზრით უფრო გვაშორებს ევროპულ პრაქტიკას, ვიდრე გვაახლოვებს მასთან. ჩვენი აზრით უნებრივია და არა, რაცა ჩვენ არ ვცდილობთ თავს მოვახვიოთ, უბრალოდ ჩვენ შევისწავლეთ ეს დოკუმენტები, ორივე მათგანი თან მაქვს წამოღებული და არც ერთ ამ დოკუმენტში ცალსახად არ არის მითითებული, რომ საბანკო ზედამხედველობა უნდა იყოს აუცილებლად ეროვნული ბანკის ქვეშ. უფრო მეტიც ერთ დოკუმენტში საერთოდ ამ თემაზე საუბარი არა მიუხედავად იმისა, რომ ეს იქნა გამოყენებული ვეტოს საფუძვლად და მეორე დოკუმენტი არ ავალდებულებს არც ერთ ქვეყანას, რომ ეს იყოს ეროვნული ბანკის ქვეშ.